სალამი ყველას, თქვენი მღვდელობით ახსნეთ რადინვესტ, მე მქვია შოთა და დავით და დავიწყოთ დღევანდელი ვიდეო. ამ ვიდეოში უბრალოდ ვისაუბრებ და ამ ვიდეოში განვიხილავ, ასე ვთქვათ, ჩემს რადინვესტის არხს და ჩემს მცირეოდენ ისტორიას მოვყვები. როგორც იცით, ასე ვთქვათ, მე საკმაოდ დიდი გამოცდილება მქონდა ტრეიდინგში, განსაკუთრებით ბინარულ აქციონებზე ძირითადად, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ისეთ პერიოდში გავიზარდე, როცა ბინარული აქციონები უფრო აქტიური იყო, ასე ვთქვათ, უცხო ენაზე რა, უცხო ენოვან YouTube-ზე. უფრო კონკრეტულად რუსულ ენოვან YouTube-ზე. რუსული ვიცი, მოგეხსენებათ და შესაბამისად რუსულ ენოვან YouTube-ზე. ქართულ YouTube-ზე მაშინ ესეთი ვიდეოები არ იყო ხოლმე. და იქიდან ვისწავლე მაგ ტრეიდინგის, ასე ვთქვათ, ვაჭრობა არის თუ რაც არის რა ყველაფერი ინვესტიციების და ყველაფერი. ძირითადად მაშინ ბინარული აქციონები უფრო პოპულარული იყო, ეხლაც საკმაოდ პოპულარული არის ბინარული აქციონები და ასე რომ ვთქვათ, ბინარულ აქციონებზე უფრო ადვილი არის ფულის შრომა. რა თქმა უნდა, ფულის დაგაგვაც უფრო ადვილი არის, ვიდრე მაგალითად futures-ზე, მაგალითად ვიდრე forex-ზე, რა თქმა უნდა, forex-ზეც ვიცი რაღაცეები, futures-ზეც ვიცი რაღაცეები, მაგრამ forex-ზე არ შევდიოდი ხოლმე ერთი-ორჯერ ვცადე, მაგრამ არ მომეწონა რა. Futures-ზე ვცადე ხოლმე და futures-ი საკმაოდ ასე ვთქვათ მომეწონა ბინარული აქციონების შემდეგ რა. ბინარული აქციონები მოგეხსენებათ, ბევრად მარტივი არის, რა თქმა უნდა, ვიდრე ასე ვთქვათ სხვა მსგავსი ტრეიდინგი. ბინარული აქციონები უფრო მარტივი იმიტომ არის, რომ მცირე ექსპერაციები არის და ასე ვთქვათ, მცირე გრაფიკის ანალიზებსაც შეიძლება გააკეთო, ასე ვთქვათ, შენი ანალიზი გამოიყენო საერთო შენი ანალიზი და დადო ზონები თუ გაგიმართლა, ასე ვთქვათ, თუ შენმა ასე ვთქვათ, როგორ ითქმის, შენმა სტრატეგიამ, შენმა სიგნალმა შედეგი გამოიღო, რა თქმა უნდა, დაგერიცხება მოგება, მაგრამ თუ შედეგი არ გამოიღო, ну, რა თქმა უნდა, რას ვიზავთ, მინუსი იქნება. მოდი ახლა ჩემს აღწერილობას წაიგითხავთ, რადინვესტის არხის აღწერილობა თქვენ თვითონაც შეგიძლიათ ეს ყველაფერი წაიგითხოთ და თქვენ თვითონ აი ახლა დაბაუზებული არის, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ეკრანზე გაქვთ გამოტანილი და შეგიძლიათ წაიგითხოთ ყველაფერი რა. რა დავწერე აქ და როგორ დავწერე. აი ყველაფერი ინფორმაციები ჩამოყევით და ნახავთ. Ну, ერთ სიტყვით და ორი გაგებით, 2016 წლიდან ვარ ამ ყველაფერში. უშუალოდ რაც შეეხება ტრეიდინგს და რავი, შედეგი განსაკუთრებული ისეთი შეიძლება ითქვას, რომ აი მილიონები შევევა არაფერი, მაგრამ ეს უშუალოდ ჩემზეც იყო დამოკიდებული, იმიტომ რომ შეიძლება ბევრი იცოდე, მაგრამ შენს საქმეს არ აკეთებდე რა და არ გქონდეს შედეგი შესაბამისად იმის მიხედვით, რასაც აკეთებ, ხო? და რა ვიცი, ანუ იყო ისეთი მომენტებიც, რომ გარკვეული ოდენობის თანხებს შევავლობდი კიდეც ბინარულ აქციონებზე, მაგრამ თითქმიანი პაუზა მქონდა ეხლა და ასევე იყო მომენტი, მოგიყევით ერთ-ერთ ვიდეოში, შეგიძლიათ გადახვიდეთ მაგ ვიდეოში და ნახავთ, ეგ უბრალოდ საუბრითი ვიდეო იყო და რავი, დაგიტოვებთ აღწერაში, ან თუ აღწერაში ვერ ნახავთ და ან დამავიწყდა რაღაცა, შეგიძლიათ კომენტარებში დამიტოვოთ კომენტარები, რომ გინდათ მაგ ვიდეოს ნახვა, სად ვიყავი ეს დაკარგული პერიოდი და მაგ ვიდეოში ნახავთ უფრო დეტალურად თუ რატომ ასე ვთქვათ შევეშვი ცოტა ოდენი ხანი, ასე შეიძლება ითქვას, დაახლოებით 2 წელი ამ ყველაფერს რა. თლად შეშვებული არ ვიყავი, უბრალოდ აქტიური არ ვიყავი სოციქსელებში, მაგალითად YouTube-ზე, ან სხვა სოციალურ ქსელში არ ვიყავი აქტიური, მაგრამ შეშვებული არ ვიყავი, რა თქმა უნდა. და გულის სიღრმეში მაინც მქონდა ეს ყველაფერი და გულის სიღრმეში მაინც ვატარებდი ამ ყველაფერს და რა თქმა უნდა, იყო ხოლმე მომენტები, როცა შევდიოდი თანხებითაც, რა თქმა უნდა, იყო მომენტები, როცა ვადევნებდი თვალყურს ამ ყველაფერს, რაც შეეხება კრიპტოვალუტებს, რაც შეეხება ტრეიდინგს და ასე და ამგვარად რა, ასე რომ ვთქვათ რა. ეხლა უბრალოდ ამ ვიდეოში მინდა გითხრათ, რომ აი პირველი 10 წლების პერიოდში 2016-დან 2026 წლამდე თლად შეიძლება ითქვას, რომ კმაყოფილი ვარო, ვერ ვიტყვი, მაგრამ კმაყოფილი ვარ იმ მხრივ, რომ საკმარისი ოდენობის თანხებით ვიშოვე, კი, მაგრამ ეს თანხები სამწუხაროდ ჩემი უცოდინრობის და ჩემი ასე ვთქვათ, მაშინდელი პატარაოდენი ასაკის მიხედვით და პატარაოდენი ასაკიდან გამომდინარე, ვერ შევინარჩუნე და ვერ ვაქციე უფრო მეტ თანხებად რა. ხო და ეხლა ვცდილობ, რომ ყველაფერი გავაკეთო. მქონდა რამოდენიმე, რა თქმა უნდა, დაკარგული თანხებით, რამოდენიმეჯერ კრიპტოვალუტებშიც და ინვესტიციებშიც და რა ვიცი. ინვესტიციებში ანუ ძალიან დამინუსება, რა თქმა უნდა, არ არის, მაგრამ კრიპტოვალუტებში, მაგალითად futures-ზე, მაგალითად კიდევ, რა ვიცი, ბინარულ აქციონებზე მქონდა, ну, სხვადასხვა, ასე ვთქვათ, სფეროში მქონდა თანხის დაკარგვებიც. ისევე როგორც თანხის შოვნებიც, რა თქმა უნდა.
ეს საერთო ჯამში, რო ვთქვათ, 2016-2026 წლები ჩემთვის იყო უბრალოდ გამოცდილების დაგროვების, ასე რომ ვთქვათ. ეხლა მეორე ეტაპი დავარქვი 2026-2026 წლებს და ვნახოთ რა იქნება ამ წლებში. რა თქმა უნდა, წინასწარ ვერაფერს ვერ იტყვი, მაგრამ უბრალოდ ვიტყვი ჩემს, ასე ვთქვათ, ფრაზას, რომელიც აი ამ პოსტის დასაწყისშიც არის დაწერილი. თუ დავნებდები, უკეთესად ვერ ვიქნები, ვიდრე ეხლა ვარ. ანუ თქვენ თვითონ უკვე გადათარგმნეთ თქვენთვის ეს ფრაზა რა. უბრალოდ ეს ფრაზა. თუ დავნებდები, უკეთესად ვერ ვიქნები, ვიდრე ეხლა ვარ. всё. ანუ ყველაფერი ნათქვამია ამ ფრაზაში. თუ ჩაუღრმავდებით ამ ფრაზას, უკვე თქვენთვისაც იქნება ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, გასაგები. და რა ვიცი ახლა არ მინდა რომ დავნებდებ. და კიც ვიცი, თუ დავნებდები, უკეთესად ვერ ვიქნები, всё. ეს არის და ეს. და ეს ყველაფერი, ანუ ეს ფრაზა როცა გაგიჭირდებათ ხოლმე და დანებება მოგიწევთ რამეზე, უბრალოდ ეს ფრაზა გაიმეორეთ, მაგრამ უნდა იცოდეთ ჭკუით უნდა გაიმეოროთ, ანუ უყურეთ როგორი შემთხვევა არის რა. კი, ეს შეიძლება გაიმეოროთ, თუ დავნებდები, უკეთესად ვერ ვიქნები, ვიდრე ეხლა ვარ. მაგრამ უყურეთ ეხლა არის სიტუაციები, როცა ანუ საქმეში რო ხარ სიტყვაზე რა და ეს საქმე იცი რომ არ მიდის ეხლა და სრულიად ასე ვთქვათ გასაგები არის რომ მომავალშიც არ წავა ეს საქმე წინ. შესაბამისად ამ საქმეს უნდა დაანებო თავი და სხვა საქმეზე უნდა გადახვიდე რა თქმა უნდა. ბევრი ამბობს რომ აი ერთ საქმეს რო დაიწყებ ბოლომდე მიყევიო, მაგრამ საქმეს გააჩნია შეიძლება ანუ მოდი ახლა მარტივად რო ვთქვათ, რა ვიცი, მარტივად რას შევადაროთ. როგორ შეიძლება რას შევადაროთ, მაგალითად რა ვიცი. ნუ ნებისმიერ რამეზე შეგვიძლია შევადაროთ, მაგალითად ველოსიპედი და მანქანა, რა თქმა უნდა, მანქანა უფრო სასარგებლო არის, ასე ვთქვათ, ხალხისთვის, ვიდრე ველოსიპედი. შესაბამისად უფრო მეტი ზღის, რა თქმა უნდა, და თუ ველოსიპედს ვაკეთებ, რა თქმა უნდა, იქაც შეიძლება წარმატება, მაგრამ იმხელა წარმატება არა, როგორც სიტყვაზე მანქანების გაკეთებაში, ხო? ანუ მარტივად შევადარე ეს და ნებისმიერ საქმეში შეიძლება თქვენ თვითონ გადათარგმნოთ. ანუ უყურეთ ახლა რაც იქნება წარმატებული თქვენი აზრით, შემდეგ ათწლეულში რა ის საქმე უნდა გააკეთოთ და არა ის რაც სიტყვაზე უკვე წავიდა წარსულში ჩაბარდა და რა ვიცი, ანუ ეს ყველაფერი უკვე გასაგები უნდა იყოს და რომ თუ არ ნებდები უკვე ეს პერიოდულად ისედაც მოგივა და ანუ ასე რომ ვთქვათ, როცა უკვე შენ საქმეში ხარ და ანუ როგორ ვთქვა რა, როცა რაღაცას აკეთებ, მე ეს პერიოდულად ნელ-ნელა ეტაპობრივად, რა თქმა უნდა, შენ თვითონაც მიხვდები, როგორ ჯობია, რა რისი გაკეთება ჯობია და რისი, ასე ვთქვათ, გაგრძელება ჯობია. შეიძლება ერთი საქმე გააგრძელო, შეიძლება მეორე, მაგრამ სტარტაპი ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ აი ბოლომდე მაგ საქმით ვიყავ. სიტყვაზე შენ სტარტაპში როცა იწყებდი სიტყვაზე საქმეს, შეიძლება უბრალოდ რა ვიცი, წყლის ბოთლებს აკეთებდი მაგალითად, ხო? შეიძლება წყლის ბოთლებს აკეთებდი და შემდეგ გავიდა 10 წელი და უკვე წყლის ბოთლები და შეიძლება გადახვედი მაცივრებზე, შეიძლება სხვა რაღაცებზე, ნებისმიერ რაღაცებზე რა მოგიყვანთ ახლა. და ასე შემდეგ, რა ვიცი. ანუ საქმეს ნელ-ნელა, ასე ვთქვათ, თქვენ თვითონაც მიხვდებით, როცა თქვენი საქმე დაწყილი გექნებათ რა. და ეს არის უბრალოდ საუბრეთი ვიდეო რა. ანუ ამ პირველ ათწლეულში არაფერი განსაკუთრებული არ მიშოვნია ისეთი რომ აი ასე ვთქვათ, აი რაღაცა ძალიან დიდი კუფლი ვიშოვეთქო, მაგრამ ვიშოვე ისეთი თანხები, რომლებითაც შეიძლებოდა სტარტაპი დამეწყო, ასე ვთქვათ, ჩემი საქმიანობა დამეწყო და სამწუხაროდ მაშინ ვერ გამოვიყენე ის დრინი და ის გონება, რომელიც რა თქმა უნდა არ მექნებოდა, იმიტომ რომ ასაკიც უფრო პატარა მქონდა. ახლაც წერია აქ თქვენ თვითონ ხედავთ აღწერაში, ჩემი ასაკი ეხლა არის 23 და მაშინ ხო საერთოდ უფრო პატარა ვიყავი. 13 წლის ვიყავი პირველად, რომ ასე ვთქვათ, ბინარული აქციონების ვიდეოები შემხვდა, მე ნელ-ნელობით მეც დავიწყე, ასე ვთქვათ, ვაჭრობა და სადღაც 14 წლის უკვე ვიყავი, რომ ანუ პირველი თანხები ვიშოვე ხოლმე. ნუ რა თქმა უნდა, მაშინ ეს დიდი თანხები არ იყო, იმიტომ რომ მეც პატარა ვიყავი და ანუ $10 რო ხშირად ყოფილა ხოლმე ისე, რომ $10 ჩამირიცხია და 100 და 200 დოლარიც გამომიტანია ხოლმე. და ასეთი რაღაცები, მაგრამ ვიდეოებს არ ვიყავი ხოლმე მაშინ. ვიდეოების გადაღება ცოტა მოგვიანებით დავიწყე. რა ვიცი, ასეთი ვიდეო არის ეს, ასეთ საუბრეთი ვიდეო და ეხლა უკვე მეორე ეტაპი, ასე ვთქვათ, და მეორე ეტაპი 2026 წლიდან 2026 წლამდე მექნება და უფრო, ასე ვთქვათ, ჩემი აზრით უფრო საინტერესო ეტაპი იქნება, რადგან ეხლა არის ის მომენტი, როცა თანხები უნდა იშოვო რა. პირველი მომენტი, პირველი 10 წლეული იყო, უბრალოდ რა ვიცი, დაგროვება გამოცდილების, მოდი ასე დავარქვათ, გამოცდილების დაგროვება პირველი 10 წლეული, მეორე 10 წლეული გოლის შოვნა და თანხის შოვნა. და მესამე 10 წლეულებზე უკვე მერე ვისაუბროთ, რა ვიცი, ჯერჯერობით დრო არის მონომიც. მოკლედ მეგობრებო,
დაგემშვიდობით ნელ-ნელა ამ ეტაპზე, დაგემშვიდობებით და რა ვიცი, თუ მოგეწონათ ეს ვიდეო დაალაიქეთ აუცილებლად, შეგიძლიათ კომენტარებში თქვენი აზრები დაწეროთ ასევე და რა ვიცი, შეგიძლიათ გამოიწეროთ ტრადინესის YouTube არხი, შეგიძლიათ ასე ვთქვათ, ჩართოთ ძალისღილაკიც თუ გაინტერესებთ და ყოველთვის ყველა საჭირო ლინკებს ვწვევ აღწერაში და თუ რამე გაინტერესებთ, აღწერაში ჩაიხედეთ. თუ რამე სხვა შეკითხვა გაქვთ, შეგიძლიათ კომენტარებში დაწეროთ და შევეცდები მაქსიმალურად გიპასუხოთ. მოკლედ, ნახვამდის და მომავალ შეხვედრამდე გისურვებთ ყველას ყველაფერს საუკეთესოს, სადაც არ უნდა იყოთ. კარგად.